გამარჯობა, დღეს ავხსნით თუ როგორ ამოვხსნათ სისტემა შეკრების ხერხით. ჯერ ვიტყვი რა არის სისტემა ზოგადად. განტოლებათა სისტემა ეწოდება ორი ან მეტი განტოლების ერთობლიობას, რომლებშიც განტოლებათა რაოდენობა და უცნობი წევრების, ან შეგვიძლია ვთქვათ, სვლადების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია. ჩვენი ამოცანაა, რომ ვიპოვოთ სვლადების ის მნიშვნელობები, რომლებიც თითოეულ განტოლებას დააკმაყოფილებს. რა ხერხებით შეგვიძლია ამოვხსნათ სისტემა? გვაქვს სამი ხერხი, ჩასმის ხერხი, რომელიც წინა ვიდეოში ავხსნე, შეკრების ხერხი, რომელსაც ეხლა ავხსნი და გრაფიკული ხერხი, რომელსაც შემდეგ ვიდეოში ავხსნი. ეხლა გვაქვს მოცემული სისტემა. ვხედავთ, რომ პირველ განტოლებაში გვაქვს -y და მეორე განტოლებაში კი +y. ამიტომ შეგვიძლია მარტივად დავუმატოთ ეს ორი განტოლება ერთმანეთს და მივიღებთ x - y + 2x + y და უდრის ეს 30, რადგან ეს ჩვენი განტოლების მნიშვნელობებიც უნდა დავუმატოთ რიცხვები. ეხლა რა ხდება აქ? x და 2x ერთმანეთს ემატება და -y და +y ხდება 0. განულდება ეს და დაგვრჩება 3x. 3x უდრის 30-ს. ეხლა ვხედავთ, რომ x უდრის 100-ს. ამოვხსენით ეს. ეხლა უბრალოდ x ჩავსვავთ რომელიმე ამ ფუნქციაში ან განტოლებაში, ესე შეგვიძლია ვთქვათ. მე ვთქვათ ავირჩიე, რომ ჩავსვა პირველში, თუმცა მეორეშიც რომ ჩასვა იგივე გამოვა y-ის მნიშვნელობა, გამოდის ესე. 10 - y უდრის 11-ს და y გამოგვივიდა -1. სულ ასე მარტივად იხსნება და ადვილია ძალიან. მადლობა ყურადღებისთვის.